ასე მაქვს, აი, უარყოფით უფრო უყურებენ. თუ ვიღაცამ არა იყო საკუთარ თავზე, დარჩება სულ გადაუჯრედ. პროფესიით რა ხარ? არ ვამხელე. ბევრი სფეროა მოსაწესრიგებელი. 5 სწორი პასუხი აქვს. შავ. აპლოდისმენტი ელენე. ყველაზე მარტივი საშუალება. რა თქმა გრუნტი ბიძი. მოგესალმებით მეგობრებო, მესამე სეზონის მეორე გადაცემა. ისევ და ისევ ჩვენ მიჩვეულები ვართ და თქვენც მიგაჩვიათ ნელ-ნელა რომ ძალიან საინტერესო სტუმრები გვყავს. ადამიანი, რომელმაც ძალიან მცირე დროში ხალხს ისე შეაყვარა თავი პროფესიულადაც, თავისი ხასიათებით და ასე შემდეგ, რომ არ ვიცი როგორ გააკეთა ეს და რანაირად, ალბათ ეხლა თვითონ გვიამბობს დღეს ამას. დავით თვაჭარაძე, სოციალური ქსელებით ცნობილი როგორც დავითის დათოს რჩევები, ასეა, განხილვები, დათოს განხილვები უბრალოდ. და დავითია დღეს ჩვენი სტუმარი. მადლობა დავით, როგორ სტუმრე? მადლობა. მართლა ისეთი რევიუ გავაკეთე თავიდანვე, რომ ზუსტად ასე მოხდა. შენი ვიდეოების ნახვაზე მე პირადად და ჩემს გარშემო ძალიან ბევრ ადამიანს არ არსებობს, რომ ბოლომდე არ გაჩერდეს და არ უყუროს. ეს ყველაფერი გამოიწვია შენი რაღაცა ისეთი სწორი მიდგომით, შენი კონკრეტული საქმის მიმართ და სხვა ისეთი საქმეების მიმართ კიდევ, რომელსაც ახლა შენ თვითონაც სწავლობ, მაგრამ ამ შენი ვიდეოებით ადამიანები შენ როგორც სწავლობ, ისინი პარალელურ რეჟიმში სწავლობენ. კი. პირველ რიგში მაინტერესებს, საიდან დაიწყო ეს ყველაფერი? ჯერ თქვათ შენი პროფესიული ნაწილი, რომ სად მოღვაწეობდი, სანამ ასე თქვათ რაღაცა სოციალურ ქსელებში გამოჩნდებოდი. კაი, მოდი იქიდან დავიწყებ, რომ ჯერ უნდა მიმხვდარიყავი რა მიყვარდა. კი. და ბავშვობაში დავბრუნდი, სადაც კამერა მეჭირა სულ. აჰა. კამერით ასე თქვათ, გიწევს რა არის, ერთი რომ სხვას გადაუღო და მეორე, არ მინდოდა ქორწილები რო გადამეღო. იმათ შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ თავისუფლება მინდოდა. აქ მაქვს თავისუფლება, შემოქმედებითი და ყველანაირი. რასაც მინდა იმას ვიღებ, როგორც მინდა ისე ვიღებ. თუ რეკლამა შემოვა, შეზღუდვები კი არის, მაგრამ მაინც ასე თუ ისე შესაქმეს აკეთებ, რაც გინდა რო აკეთო. და მაგიტო უმწოსდა მე ეს განმოვითარე. ეს ელექტროობის მიმართულება პროფესიულად გაქვს ეს ყველაფერი. ელექტროობის მიმართულება არ გაქვს პროფესიულად. მანდაც შენ სწავლობ და თან ხალხს ასწავლი თუ ეს უკენასწავლი გაქვს? ნახე, აგიხს. შენ ხარ სიტყვაზე რაღაცა საქმის პროფესიონალი, მაგრამ კამერასთან ურთიერთობა არ შეგიძლია. კი ბატონო. შენ მე მასწავლი, შენი მოსწავლე ვარ, რასაც ვლაპარაკობ, ჩათვალე შენი პირით ვლაპარაკობ და იმას გადმოვცე. აჰა, всё, გასაგებია. ესე იგი, უფრო მაგიტო არის გამარტივებული, უფრო ხალხის. თან ისაა, რომ ბევრი რამე მესმის, ბევრი სფერო ვიცი, ხო და გადმოვცემ ასე ვთქვათ. რომ ხალხამდე მივიდეს ძალიან მარტივი ენით. ის პროფესიონალმა რო დაიწყოს ლაპარაკი, ვერ გაიგებ. ვისაც არაფერი არ ისმის, ის ვერ გაიგებს. ამიტომ საჭიროა, რომ ვიღაცამ ხალხამდე მიიყვანოს ძალიან გამარტივებული ენით. კი ბატონო, და მართლა სწორად გამოგდის ეს ყველაფერი. ახლა რაც ამბობ, რეალურად მამას მეტყველებს შენი ვიდეოებიც. შენი ნიჟარის გაკეთებას ნახევარდფრილის ელოდებოდა, ბოლოს საბოლოო სახე რა იქნებოდა? ამ ნიჟარაზეც ვითხარ, მაგრამ ცალკე ისტორიაა ეს ნიჟარი. ბოლო აღარ ნახეს. ბოლო აღარ უდახავს არავის. ესე იგი პროცესი უფრო ინტერესებდა. რაღაცა გიფუჭდებოდა, ეს უფრო ინტერესებდა თქვენ. ეგ არის. უარყოფით უფრო უყურებენ, რომ იფუჭდება, ან ფეხი რო წამოუკრან რაღაცა, იმას უფრო უყურებენ, ვიდრე იმას ბოლოს ფინიშს გაკეთებულს. შენი ასე მასალებისთან დაკავშირებით შენი მეგობარია ეკაუდი, ჩვენი გენერალური სპონსორი. ვახსენებ, რომ ეკაუდი არის ჩვენი გადაცემის გენერალური სპონსორი და ხესთან დაკავშირებული ყველა ნივთი, ყველა ხსნარი, ყველა ლაქსაღებავი შეგიძლიათ შეიძინოთ ეკაუდში თან ყველაზე ხარისხიანი. რა ურთიერთობა გაქვს ეკაუდთან? შვენიერი ურთიერთობა. ერთი იმაზე მწყდება ხოლმე გული. რაზე მწყდება გული, იცი? ხوامდენი ხანია ვიღებ და კიდე რომ მეკითხებიან, რომ ხის მასალა სად ვიყიდო ან რაღაცა. ყველა ვიდეოში ათითქის რა, დათაგული მაქვს, კომენტარებშია, ან გადახედეთ ხოლმე კიდე კომენტარებს რა, შეიძლება ყველას პასუხი ვერ გაგცეთ. ამიტომ მეორე კომენტარზე, მესამე კომენტარზე უეჭველი იქნება ის პასუხი, რა კითხვასაც თქვენ სვავთ. და უცებად გამოიწერეთ დავითის სოციალური ქსელები, იმიტომ რომ ძალიან ბევრი საინტერესო, ვისაც არ გაქვთ აქამდე გამოწერილი, ძალიან ბევრი საინტერესო
რჩევები აქვს, ძალიან კარგი ვიდეოები, რითაც თქვენ შეძლებთ იდენტიფიცირება გაუწიოთ კონკრეტულ პროდუქტებს, სწორად შესრულებულს თუ არა სწორად შესრულებულ ხელობის საქმეებს და ასე შემდეგ. დავით, ელექტროობასთან დაკავშირებით რაღაცა ვიდეოებიდანვე ჩანს, რომ გაცილებით დიდ რეკომენდაციებს გასცემ ელექტროობაზე, ვიდრე თქვა სხვა რაღაცეებთან მიმართებაში. ეს ცალკე გაქვს კომპანია, რომელიც ელექტრომიმართულებით ემსახურება, თქვა კონკრეტულ ობიექტებს, ხო? ხომ ასეა? ნებისმიერ სირთულის ობიექტი. ნებისმიერ სირთულის ობიექტებსაც ემსახურებით, ხო? ანუ შეუძლება დამკვეთმა რაღაც დაგიკავშირდეთ. როგორ არის სოციალური ქსელი? L-Energy. როგორ? L-Energy. L-Energy არის სოციალურ ქსელებში, სადაც შეუძლება დაგიკავშირდეთ, პროექტი გამოგიგზავნოთ, თქვენ კი ბატონო. ესე ურჩევთ თუ არ ურჩევთ, ეგ ცალკე საკითხია. იქიდან გამომდინარე, რომ ახლა იქ დავარცხნილი ვიდეოები ხوار რაღაცას ვასწავლით ხსნით. გონიათ ხოლმე, რომ ამათ ფასი ექნებათ მაღალი. არა და არ არის ეგრე. ჩვეულებრივი ფასია, რაც ბაზარზე სხვა ელექტრიკოსი ღირს. იმასთან შედარებით ახლა ვინც მალი არის რომ ელექტროობას უკეთებს ან რაღაცა და 5-10 ლარი დიაფოთ რო უკეთებს, ისეთი ფასი არ არის, მაგრამ ის სხვა საქმეს აკეთებს და ის უბრალოდ წააყოლა რა ბინაში ხელს. რა პრობლემებს ხედავ ქართულ სარემონტო ბაზარზე? და გავს მიმართულებებში. მიმართულება მითხარი პრობლემა ყველგან არის. თუ თქვა დავიწყოთ ელექტროობის მიმართულება. ზოგადად ხელოსნებში რა პრობლემას ხედავ და თუნდაც შესრულებულ სამუშაოებში რამდენად ხშირად გვხდება არაპროფესიონალურად შესრულებული და მიზეზი რა არის შენი აზრით? სამშენებლოდან იწყება ის არაწვის ჯერ მე პატრონეს ინფორმაციას რა კაბელი თუ ქსელავს, აზზე არ არიან. უამრავი პრობლემაა. რომელი ერთი დავასახე? თვითონ ხარისხს რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს კაბელის ხარისხს თუნდაც ხარისხი არასწორად არის ხოლმე ძირითადად უფრო შერჩეული რა. ის ბინას რო გაბარებს, ბინას გაბარებს, ელექტროობას კი არ გაბარებს. ხო, ზოგადად ბინას. ხო, უბრალოდ კაბელი უნდა იყოს შემოყვანილი და მე შენ უნდა მიხედო, ასე ვთქვათ. არ გიქსელავს ის. და ხალხს გონია რომ ესო რა აქ ერთი შნური რო შემოვიდა, ამას ასე გადავიყვან, ამას ასე აქ არა. იქ რო შემოვიდა კარებშივე, სო ახალი ქსელი უნდა გაშალო რა. სადაც შენ რა გინდა. და რამდენად ხშირად ხდება, თქვა არასწორად შესრულებული სამუშაოებზე მე თქვენ რო გიწევთ რაღაცების გამოსწორება. ალბათ ბაზარზე 10% იქნება სამშენებლოსი, შეიძლება მაგდენიც არა, ვინც სწორად აკეთებს. ან ქსელავს. უმეტესობა ხელსაც არ კიდევს, ზოგი ხელს არ კიდევს და ეგ კარგია. იმდენად არასწორად არის შესრულებული. ხო, უყურე, მუშა უნდა აიყვანოს, ელიაოზე შეიძლება აიყვანოს ვიღაცა და იმას დააქცელიოს შიგნი, რომ იაფში გამოვიდეს. და რაც შეიძლება მეტი დარჩეს იმას. და ეკონომიის ხარჯზე მე შემდეგში უწევთ ორჯერ გაკეთება და საავადმყოფო ჯამში გაცილებით ძვირი გამოსდით მე სამშენებლოსთვის ახლა ეკონომიას რო აკეთებს ის ფულს იგებს, მაგრამ ხო, ეგრეთ წოდებულ დღიურ ხელოსნებს აკეთებინებენ, დღიურად რო უხდიან ფულს და რაღაცა კორპუსს აქსელინებენ. ხო. ეტყვიან რაღაცა სამ წვერა აქეთ, ორი წვერი იქით. კარგია ხოლმე ისეთ სამშენებლოები, რომელიც საერთოდ არ ქსელავს შიგნი. კაბელია მიხონილი მე ყოველთვის ვამბობ მაგას. მსგავს გაკეთებულ სამუშაოს, თუნდაც ეკონომიის მხრივ, მსგავს გაკეთებულ სამუშაოს, თქვათ კორპუსს აბარებენ და ელექტროობა გაკეთებულია. იმ ელექტროობას ჯობია რომ საერთოდ არ იყოს. ხო. იმიტომ რომ გაცილებით ფინანსურათაც მეტი გიждდება შემდეგ იმის გაკეთება თავიდან. და არა მარტო ელექტროობაზე, ეს არის თქვა დიადაკის მოჭიმვაზეც, კედლის ლესვაზეც და ასე შემდეგ. თქვენ ალბათ ელექტროობის მხრივ კედლის ნალესი კედლის რამხელა პრობლემას წარმოადგენს, ეგეც ცალკე საკითხია კიდევ რა. ანუ გალესილი იყოს თუ არა საერთოდ სახლი, ეგეც ცალკე მიმართულება, იმიტომ რომ ნუ ეს რაღაცა ნალესში კაბელს აქვს თავი რაღაცა გამოყოფილი ბეტონზე და მერე გიწევს ზევიდან კიდე ან თლიანად შემოგრევა რომ ის უნდა დაფარო თქვა ის კაბელი და ასე შემდეგ და 2-3 მაგი ხარჯზე მიდის მერე დამკვეთი და ნუ აი რაღაცა უკეთ ხოლმე რომ მსგავს რაღაცის წინაშე დგანა. ხარვეზ ბერნაირი არსებობს. ხელოსნებს ასურჩევდი. ზოგადად ხელოსნებს ასურჩევდი. თავიანთი ქცევი და გამოდე. როგორ შეიძლება გამოასწორონ ეს ყველაფერი თქვა? მიმღებლობა. ან რუსული უნდა იცოდე, ან ინგლისური უნდა იცოდე, იმიტომ რომ ქართულად არ იქნება ხო რაღაცა ინოვაციები საქართველოსდან არ იწყება. ეს განვითარება საქართველოსდან მოდის, ჩვენთან შემოდის და რაღაცა რო გაიგო, საზოგადოებიდან უნდა გაიგო.
ან რუსულად უნდა უსმინო, ან ინგლისურად უნდა უსმინო და საიდანღაც უნდა ისწავლო. ესე იგი ზოგადად მაინც მივდივართ იქ რომ განათლებაა ეს ყველაფერი, სწავლა, უნდა ისწავლო, უნდა დაეწიო რაღაცებს, ხო. აი მაგალითად ძალიან გაჭირდა საქართველოში ჭკვიანი სახლის სისტემების მოწყობა. ანუ ვერ მიიღო ეს ხალხმა თითქოს და მარტივი რაღაცა და უფრო იმარტივებ თქვა ცხოვრების რეჟიმს მასთან როზეტთან, იმასთან, ამასთან მიმართებაში, მაგრამ ანუ აი ვერ დაინერგა ბოლომდე ვერ დაინერგა. მოვიკითხავ Smarters ჩვენი მეგობრების კომპანიას, Smarteri ერთ-ერთი ინოვატორი არის საქართველოში და ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ჭკვიანი სახლის სისტემები შემოიტანა. ნუ სადღაც წელ მუშაობენ, მაგრამ მაინც მუდმივად ცდილობენ, რომ აი ტრეინინგებით რაღაცა ხალხამდე რომ მიიტანონ. თქვენ გაქვთ გავს შეკეთები თქვათ ჭკვიანი სახლის სისტემების მოწყობაზე? არის ასეთი კლიენტები? და ნოლი მთელი რაღაცა შეიძლება ვინც ჭკვიანი სახლი უნდა. ანუ ჯერ უნდა იცოდე, რომ გინდოდეს. მე რო ვიცი ახლა მე სახში კი მაქვს ყველაფერი ჩემს მოწყობილი კომფორტზე, მაგრამ იმან უნდა იცოდეს ჯერ რომ მოუნდეს. და ბევრი არის ეს კომფორტი. კეთილი. შენ თავად მიზანი რა იყო სოციალურ ქსელში რომ გააქტიურდე? თან საკმაოდ თან პირველივე და მეორე ვიდეოდანვე საკმაოდ დადებითად მიიღო ეს ხალხმა და ეს ძალიან იშვიათია ქართულ ბაზარზე. რაღაცა თავის სფეროში რაღაცას იწყებს და მით უმეტეს ჩვენ სფეროში. ჩვენი სფერო ძალიან რთულია, ძალიან ბინძურია, ამაზე შევთანხმდეთ, იმიტომ რომ ეს ცნობილი ფაქტია, რომ უბინძურესია ჩვენი სამშენებლო სარემონტო სფერო. შენ რა გქონდა მიზანი, ამით გინდოდა თუ არა რაღაცის თქვათ შეცვლა, ან გამოსწორება, ან დანერგვა რაღაცის, აი მიზნად რა გქონდა, რომ რა უნდა გეკეთო? თუ პირადი პოპულარიზება იყო შენი? არა. აი რაღაცე შენ რო გადაგხდება თავს. არა უფრო მიხვდები, რომ რა პრობლემებიც არის და ამ პრობლემების გადაჭრა რო გინდა. კი. თუ ვიღაცამ არა იყო საკუთარ თავზე, დარჩება სულ გადაუჭრელი. კი ბატონო. ხო და რატო არა შემეძლო რომ რაღაც პრობლემები გადამეჭრა, რაღაცა რაოდენობის ადამიანებამდე მიმეღწია. და რატო არა? და გადაწყვიტე რომ ეს შენი პრობლემის მოგვარები გადაწყვიტე რომ სხვას მოაგვარებინა პრობლემა. ხო შემეძლო რომ მე ჩემთვის მეკეთებია. ზუმად ჩემთვის რაღაცებს მოაგვარებდი რა. ვისწავლიდი, ცოდნას არ გავაზიარებდი. მაგრამ რატო არა? ვიღაცისთვის სტიმული იქნება, ვიღაცისთვის ცოდნა იქნება და ცოტა იუმორისტულ რაღაცებშიც გადაყავს, ოღონდ საკმაოდ დინჯად მიყავს ეს ყველაფერი, ნუ არ არის რაღაცას. იუმორისტული ვიდეო ეს არ არის, მაგრამ იუმორსაც რაღაცა თან ახლავს ამ ვიდეოებს შენი იუმორი, რაღაცა მაგასთანაც ახლოს ხარ, ხო? ხანდახან ძალიან დაღლილი ვიყავი ხოლმე და რავი ახლა მე რო ყველაფერს მე რო ვაკეთებ, ძალიან დიდ დროს მოითხოვს და გადაღლილი ხარ გონებაში წასე ტექსტები სულას ეტრიალებს, საქმე პლუს პროფესიით რა ხარ? არ ვამხელ. არ ამბობ. დიპლომი აქვს, მაგრამ საერთოდ არ არის კავშირში. იმიტომ საქმე. ხო, საქმესთან კავშირში. რეალურად ეს მიმართულებები მაინც ეკუთვნის შენ ჰობს, ხო, ჰობიდან არის დაწყებული. ჰობიდან მოვითარე. ანუ ჩაურმოვდი ბავშვობაში, რა მიყვარდა და წამოვიღე იქიდან და მე დავიწყე იმის განვითარება, რასაც ბავშვობაში ვაკეთებდი. უბრალოდ იმას ბავშვობაში ფული არ მოქონდა, ხო? და მე დიდობაში ის ჰობმა უნდა მოგიტანოს რაღაცა სარგებელი. კი ბატონო. გეგმაში რა გაქვს? რამე უახლოეს გეგმებში არის ისეთი რაც ცოტა გაცილებით მასშტაბური იქნება? მინდოდა, ანუ ბევრი სფეროა მოსაწესრიგებელი. სიტუაცია ვიღოთ ელექტრობა. ელექტრობაში რომ მოიცვა სიტუაცია რაღაცები ჩაწერა, მხარდაჭერა გჭირდება. ჯერჯერობით ასეთი მხარდაჭერა არ არის. ამიტომ ცოტა იმ სფეროში მიწევს, ცოტა იმ სფეროში მიწევს, ცოტა იმ სფეროში მიწევს. ანუ ვიღაცა ჩემნაირები უნდა იყვნენ, რომ ის ამ სფეროში აკეთებს რაღაცას და არ ვითარებს საზოგადოებას, მე ამ სფეროში ვარ და ვან ვითარებს საზოგადოებას. ის საბოლოო ჯამში როდესაც განვითარდება. ხო, მეც კმაყოფილი ვარ რა. განვითარებ საზოგადოებაში ცხოვრობ. მაგრამ არ არის. საინტერესო. თავით ამ სოციალურ ქსელებს მივადგეთ ისევე, საიდანაც შენის პოპულარიზება მოხდა. არის ხოლმე ხშირად რაღაცა ცოტა უაზრო კითხვები თუ შემოგდის ხშირად და ძირითადად რას გეკითხებიან ხოლმე, თქვათ აი ისეთი, რომ მარტივია შენთვის, მაგრამ რა ღირს არის ყველას, ხო, ეს რა ღირს. ასე მაქვს, აი. გავშალე, მაჩვენე. მაინც რა ღირს.
რაღიც არის და ძირითადად და აი კიდე რა კითხვებით შემოიფარგლებიან ძირითადად ჩვენს მიმართ. რა ვიდეოსაც ვიღებ, რას ეხება, მე მოდის იმაზე კითხვები, ხო? ხო. იმ დროს რასაც დავდებ, მე წააღრის კითხვებს. და ეს რაღაცა ხშირად ვიდეოებში გატყობთ, რომ ინსტრუმენტებს ხმარობ მარცხენა ხელით? ხო. ანუ, ესე იგი ცაცია ხელოსანი ყოფილ ხარ ეს. ცაცია ვარ. და მაგას დავიკითხე ერთი რაღაცა ნიუსი, რაც გინდა ის დაარქვით, თითქოს ვინც მარცხენა ხელით წერს, იმას აზრები ებმევა ხოლმე. აჰა. და მე მაქვს ეგრე მგონი, ანუ ბევრი რაღაცა მიტრიალებს ხოლმე თავში და მე ნელა ვლაპარაკობ, ან რაღაცა ან თან ვფიქრობ, თან ვლაპარაკობ, ან რო ვლაპარაკობ, თან მეორე წინადადება მაქვს იქ ქვევით. კი ბატონო. წერის დროსაც რო წერდი, რას წერდი ვერ ხედავდი. სხვა რაბეზე ხო არ ფიქრობდი მაგ დროს? სულ ეგრე ვარ მგონი, არ ვიცი როგორ არის. ერთ რაღაცას ვლაპარაკობ, მეორეზე ვფიქრობ. ეგ ის ყოფილა. ეგ ნიშნავს, რომ შენი ხარ. მე უარყოფითად უყურებ მაგას. მე უარყოფითად უყურებ, ანუ კონცენტრაცია გადმოცემის დროს არა გაქვს რა. ახლაც მე შენ რო გელაპარაკები, ამის ბევერსია მაქვს თავში. კი, და მეორე ვარიანტი როგორ უპასუხო. შვენიერი. ხო და ეგ წამოვიდა გონი იქიდან, რო ვერ ხედავ რა, რას წერ. მე გადმოვიდა ეს საუბარში. ობიექტები რამდენად ხშირად გაქვს? აი ელექტროობის მიმართულებით. ელექტროები? ხო, წინასწარ ერთი თვით ადრე უნდა ჩავეწეროთ შენთან. ერთი კვირით ადრე. ერთი კვირით ადრე და ყოველ შემთხვევაში რაღაც პატარა ბინებს რეალურად ერთ დღეში ალბათ ამთავრებთ, ხო? არა. ვერ ამთავრებთ. ერთ დღეში არა. არ არსებობს ერთ დღეში. ვერ თუ არ ამთავრებთ. არა. არ ამთავრებთ. ერთ დღეში თუ მიაფუჩოჩებ და ჩამოკიდებ კაბელებს, აი ერთ ციკ და მერე ნატურას თუ დაკიდებ, თუ ისე შანსი არ არის. ვარიანტი არ არის. სტუდიოს ვერ გავაკეთებ ერთ დღეში. უნდა მიდგე მაშინ და რა მიაღამოზეთ. ხო, ადამიანური ფაქტორი არ უნდა გაითვალისწინო მაშინ რა. სწორია, რას ურჩევდი? ქართულ მაყურებელს ურჩევდი, რომლებიც მიადგნენ სარემონტო პროცესზე, ხო და უნდა დაიწყონ რემონტი. ზოგადად ას ურჩევდი რემონტთან დაკავშირებით. აუ, რა გაითვალისწინო? ზოგადად რა გაითვალისწინო? ანუ ესე გამოდის ვის ენდნონ? ან ვის ენდნონ, ან რას მიაქციო ყურადღება? ყველაზე მარტივი საშუალება. ChatGPT-ით გადაამოწმონ. ყველა. აქ მინიმუმ რასაც ხელოსანი ელაპარაკება, უბრალოდ გადაამოწმა იქ. არც იმასენდო, არც იმასენდო. ორივე იტყუება. ორივე შეიძლება შეცდეს. შეიძლება, კი. მაგრამ გადაამოწმე. ან ბევრს უნდა მოусმინო. რამოდენიმე ხელოსანს უნდა მოусმინო, დასკვნა შენ გამოიტანო, ChatGPT-ს ჩართე, იქ Google-ი დაგეხმარება, იქ მეორე ChatGPT დაგეხმარება და დასკვნას გამოიტანო. ჟენიერი. შენთვის გაქვს ერთი კარგი საინტერესო ისეთი პატარა კითხვარი. ცოტა სახალისო იქნება, მაგრამ შენ რამდენად კიდევ ახლოს ხარ გარდა შენი საქმიანობისა, რამდენად ახლოს ხარ სამშენებლო სარემონტო მიმართულებებთან და პატარა კითხვარია. არ დაგაბნიოს, თუ არ გეცოდინება, ეს ბევრს დიდს არაფერს არ ნიშნავს, ეს მოკლედ დავიწყოთ. ეს მითია და რეალობის მიმართულება ავარჩიეთ ჩემთვის და მე ხარ რამოდენიმე კითხვას დაგისმევ და შენ უნდა მითხრა ეს მითია თუ რეალობა. პირველი არის ესეთი, ბეტონში მეტი წყალი უფრო მეტ სიმტკიცეს ნიშნავს? მითია ეს თუ რეალობა? მითია. სწორია. ნესტგამძლე გიფსოკარტონი აბაზანაში გამოიყენება? კი. ანუ მითია თუ რეალობა? გვარდექსის ფილებია უფრო კაი. კი ბატონო. ნესტგამძლე უბრალოდ არ იყო. კი ბატონო. 2-დან 2 სწორი პასუხი აქვს. ხო ელენე? ყველა ლამინატი წყალგამძლეა? არა. მითია თუ რეალობა? მითია. ხო, ანუ არ არის ყველა ლამინატი წყალგამძლე. კი ბატონო. გრუნტი საღებავის უკეთ დაჭერას ეხმარება? კი. რეალობა. კი. რა თუნდა გრუნტი ბიძი? ბიძი, აი, ხო, რა თუნდა ბიძი გრუნტი. ესე იგი, 4-დან 4 სწორი პასუხი აქვს ჯერჯერობით. სილიკონი მხოლოდ დეკორისთვის გამოიყენება, მითია თუ რეალობა? მითი. სწორია. მუქი კედლების სივრცეს ვიზუალურად ამცირებს? კი. რეალობა? კი. ფილის წებო ყველა ზედაპირისთვის ერთნაირია? არა, ყველა ფილას სხვა ისე კი ბატონო. მინაბამბა თბოიზოლაციისთვის გამოიყენება? კი, და ხმის. ანუ რეალობაა, კი ბატონო. რეალობა. ცემენტი და ბეტონი ერთ და იგივეა? მითია თუ რეალობა? ცემენტი და
ბეტონი და იგივე არ არის. კი ბატონო, სწორია. არმატურა ბეტონის სიმტკიცე ზრდის, მითია თუ რეალობა? რეალობა. სველი კედლის შეღებვა არ შეიძლება. არ შეიძლება. რავი ეს რეალობა. OSB ხო. ხის ფირპიტის ტიპია? მითია თუ რეალობა? OSB. ანუ ნაგავია ასე ვთქვათ, სამშენებლო ნარჩენი, რომელსაც აწევენ. ხო, მაგრამ ხის ფირფიტებისგან არის ხო, ამზადებული? ხეა რა, ნამდვილი ხეა. კი ბატონო, სწორია. მან წებუა მთავარი, რას იყენებენ. მეტალო პლასმასის კარფანჯანა ენერგოეფექტურებას ზრდის, მითია თუ რეალობა? კი, ზრდის. ალუმინი უკეთესი. კი ბატონო. მაგრამ ყველას თავის ადგილი აქვს. ხე ეკოუთს შევერთეთ სხვათა შორის ძალიან ისეთი აქვს. ეხლა რა კითხვაც არის ეკოუთში შეგიძლია რომ სრულად გამომშრალიც იყიდო დაჟე. კარები აქვს მაგარ ფასში. კარებები აქვს ძალიან მაგარ ფასში ახლა სხვათა შორის მაყურებელს გვინდა უთხრა რომ ეკოუთში შეგიძლიათ უმაგრესი ხის კარებები შეიძინათ. აი უმაგრესი. რომელიც არც არაზოს არც გაიჭედება, არც დეფორმაციას მიიღებს და არც ხე არ ბოლო და დიქტი არ არის. დიქტ ხე არის, ნამდვილი სუნი აქვს. ხის ბუნებრივი სუნი აქვს. ხე ტენიანობაზე რეაგირებს? რეაგირებს. რეაგირებს. იმანჭება. და ბოლო შეკითხვა, გრუტის გარეშე შეღება შეიძლება პრობლემური იყოს? კი, რეალობა. ანუ რეალობა. ესე იგი 15-დან 15 სწორი პასუხი აქვს. რა. აპლოდისმენტ ელენე. უნდა გავართულოთ მე მგონი კითხვები. გართულე. დავით, ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედი. ერთს გეტყვი რომ ჩვენი გადაცემა და თვითონ ჩვენ და თუნდაც ჩვენი სოციალური ქსელები შენთვის ყოველთვის ღიაა. დღევანდელი პირველი ნახვის წამიდან როგორც გითხარი, ძალიან დიდ პატივს გცემთ და ძალიან პირდაპირ და ადამიანურად და კაცურად რო გითხრათ და შენი საქმიანობიდან გამომდინარე, ძალიან გვიყვარხარ, იმიტომ რომ ძალიან სწორ რაღაცებს ქმნი. და ზუსტად ვიცი რომ ყველა ადამიანი, ვისაც შენი ვიდეოები ნანახი აქვს და ეს ძალიან მასშტაბურია. სხვათა შორის ჩემმა მეგობარმა დიზაინერმა ახლა მომწერა და მანამდე ფოტო ქონდა გაგზავნილი გადაცემას ვიწყებთ ხო და ელენემ წერს, ელენე ჩუბინიძე, ინტერიერის დიზაინერი, ელენემ წერს რომ გიჟდები ისე მიყვარსო. მე კი ვერ ხვდები ჩემ მასშტაბს. ხო, შენ ვერ ხვდები, მაგრამ ახლა ჩვენ ხო აგიხსენით დღეს შენი მე ახლაც რო წავალ, მაგიდან უნდა გავაგრძელო, დავასრულო და მაგიდაზეას ახალი ვლოგი სხვა შორის მაგით იწყება, ხო, მაგიდა იქნება. ხო, იმდენი წვალება არ იქნება იმ ხელსაბანზე რო ვიწვალე, აქ უკვე რაღაცა ხელსაწყოებია, ცოტა დიდი დანადგარებია და აქეთ ნაკლებს წვალობ. ასე რომ ძალიან დიდი მადლობა. შევხვდებით ჩვენთანაც სტუდია ხშირად, ეკოუთში უფრო ხშირად შევხვდებით, იმიტომ რომ შენ გიყვარს ეკოუთი და ჩვენც ძალიან გიყვარს ეკოუთთან, თუნდაც ურთიერთობა, თუნდაც რაღაცების სპონსორი როა ეს ფაქტიც ძალიან გიყვარს და დავიმშვიდობებ მაყურებელს, ეს იყო მესამე სეზონის მეორე გადაცემა. გამოგვიწერეთ YouTube არხზე, რომ არ გამოტოვოთ ათოსნაირი კარგი სტუმრები და კარგი ინფორმაცია რომ მიიღოთ ჩვენი გადაცემებიდან. ასე რომ შემდეგ ხუთშაბათამდე გემშვიდობებით.